რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად ქუთაისელებს? რა ხდება ქალაქში დიდ თოვლობის შემდეგ და როდის სრულდება ქუთაისის ცენტრში ბულვარის რეაბილიტაცია? თემაზე ძლიერი საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ალექსანდრე მიქაუტაძესთან ერთად ვსაუბრობთ. საღამომშვიდობისა, ბატონო ალექსანდრე, მადლობა რომ მობრძანდით და დაგვითმეთ დრო. საღამომშვიდობის. ბატონო ალექსანდრე, მადლობა. ძალიან დიდი პრობლემაა, დიდ თოვლობა გადავიტანეთ. რიგ რეგიონებში ჯერ კიდევ არ არის ეს პრობლემა დასრულებული, ვიდრე უშუალოდ რეგიონებზე გადავალთ. ქუთაისით დავიწყოთ, რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენ, როგორც ერთი რიგითი ქუთაისელი, უამინდობის და თოვლით გამოწვეული პრობლემის წინაშე ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობის და დასუფთავების სამსახურის მუშაობით. როგორ შეაფასებთ? რამდენად იყო გაწმენდილი ქუთაისი და რამდენად, ასე ვთქვათ, დაბრკოლების გარეშე შეეძლოთ მოქალაქეებს და ავტომობილებს გადაადგილება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მითხრათ უცბად, ნაკლებად არჩემხედრი ადამიანი, რომელიც მაყოფილი დარჩა იმით, თუ როგორ გაართვა არა მარტო ქალაქმა თავი აღნიშნულ, ასე ვთქვათ, გამოწვევებს. არამედ იქეთაც ახსენეთ, ბრძანეთ, რომ რეგიონებში საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო. ძლიერ საქართველოს ძალიან აქტიურად იყო წარმოდგენილი ამ პროცესებში. მოიხსენებათ ადამიანები წერდნენ სოციალური ქსელით, სხვა საშუალებებით ცდილობდნენ ხმა მიეწვდინათ იმერგილებისთვის, საიდანაც დახმარების აიმედებოდა. კი ბატონო. და ყველა მიცით, ეს ოფიციალურად დადასტურებულად ვიცით, რომ დაახლოებით 160-მდე სოფელი იყო ჩაკეტილი ამ ხნის განმავლობაში. მოდი პირველად დავიწყოთ ამით, როგორი არის სახელმწიფოში საერთოდ რაღაც სიაცასით მოვლენებთან რეაგირების პოლიტიკა რა. უყურებთ წლებია და ცხადად ვიცით და ნათელი არის, რომ აქ რეაგირება ხდება საკმაოდ დაგვიანებით და რეაგირება ხდება მას შემდეგ, როცა საქმე გაფუჭდება რა. არერთმა მოვლენამ ბოლო წლების სამწუხაროდ ძალიან ტრაგიკულმა მოვლენებმა, მარტო შოვიკმა რა მარტო გასახსენებლად, გვაჩვენა, რომ ეს პოლიტიკა არ არსებობს რა. რავით, მარტივად რო ვთქვათ და დალემაყურებელს უთხრათ, რავით, სახელმწიფოს უნდა კონდეს წინასწარი და გარკვეული მზაობა მთელი რიგი ბუნებრივი მოვლენების მიმართ. კი ბატონო, ანუ როცა ზამთარი მოდის და იცის რომ მოთოვს, შეიძლება მიწის რა არის ძალიან რთული საკითხი ამის დადგენა და პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთ მოვლენაზე წინსწრებით რაღაც ვიცოდეთ, თუმცა ამ საკითხებს შესწავლა ჭირდება და აქ მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და უნდა ქვეყანაში ინსტიტუტიც გვაქვს, დედამიწის შესწავლილი ინსტიტუტი, თუმცა არის იქ მოვლენები წვიმას და თოვლს, ჩემო ბატონო, და სხვა ამბებს და მათ შორის მეწყერ საშიში ადგილების იდენტიფიცირებას და პრევენციას, რომ ასეთი რაღაცები არ მოხდეს. თუ მოხდეს, ამას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ რეაგირების პოლიტიკა სწორედ იმას გულისხმობს, რომ დროულად მოხდეს ადამიანების ინფორმირება რა. თქვენ რა იხილეთ თქვენი თვალით, როცა მუნიციპალიტეტებში იყავით, გზები არ იყო გაწმენდილი? დიახ, ხო, გზები არ იყო გაწმენდილი. ვიცით, რომ შეიქმნა რა. თქვენ როგორ ახერხებდით იქ მოსახლეობამდე მისვლას? ტექნიკის მეშვეობით, რომელსაც გირაობდით. ანუ რეალურად ტექნიკა არსებობდა, რომელიც შეეძლო ასევე სახელმწიფო მუნიციპალიტეტებს ეკირავებინათ. მოვისმინეთ მაგალითად ერთ საკრებულოდან მუნიციპალიტეტიდან ასეთი განცხადება ქართული ოცნების წევრის, რომ რა ვქნათო რაღაცას თოვლი ხან და ხან რაღაც 60 წელიწადში ერთხელ მოვა, მაგის გულისთვის ტექნიკას ხომ არ შევიძენთ რა. კი, ეს თელმა ქვეყანამ იხილა ეს განცხადება. კი ბატონო. მოდი რამდენად სწორი არის, რომ ასეთი მიდგომა გაქვს, სამართლმსმენო მიდგომა ამ საკითხის მიმართ, თითქოს და ესენი რაღაც თავისი ხარჯით ყიდულობდნენ ამას. ძალიან ბევრი თანხა იხარჯება და ჩვენ როცა შევეხებით აი მაგალითად იმ პროექტებს, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს, აქ ნათლად ჩანს რა ხდება საერთოდ ზოგადად ამ მიმართულებით და სად მიდის და როგორ იხარჯება გადამხდელის თანხები. და ადამიანებისთვის ამის შეძენის ვალდებულება მუნიციპალიტეტებს და სახელმწიფოს აქვთ. იმის გაკეთების ვალდებულება, რომ ადამიანები არ დაიღუპონ უბედური შემთხვევებისას, იმის რაც აქვს ბუნებრივი მოვლენებისას, სტიქიური მოვლენებისას და მაქსიმალურად ვეცადოთ
რომ სხერპლი არ გქონდეს, ამის ვალდებულება სახელმწიფოს აქვს. ახლა როგორ ახერხებდი თუ ახლა მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში კარგი თოული იყო, ვიცით რომ იმერეთის რაღაც გარკვეული ნაწილი პრობლემები იყო სამტრედიის რამდენიმე სოფელში, ხარაგაულში, ვანში, ბაღდადში ძალიან რთული ვითარება გახლდათ გურიაში. ყველა მიცით ესა აჭარის გარკვეულ ნაწილში. ტექნიკა, დიახ, ჩვენ მოხალისეები, არაერთი ჯგუფი, გარდა ძლიერი საქართველოსი, ფიზიკურად მიდიოდა ამ ადამიანებთან, ანუ ეს მოსახერხებელი იყო, ხო? და მაგალითად ჩვენ ვცდილობდით, რომ ხშირ შემთხვევაში აქ წარმოდგენილი ყოფილიყო ტექნიკაც, რა, გაგვეღო გარკვეული დანახარჯები, გაგვეწმინდა გზა და მისულიყავით ადამიანებამდე, რომლებიც საჭიროებდნენ დახმარებას. უამრავი რამ მოვისმინე მთელი ამ ხნის განმავლობაში. ადამიანები, რომლებიც დაშავდა ადამიანი მოტეხილობით, მაგალითად ვანში ესეთ ამბავს უსმენ, ვერ მოხერხდა ვერანაირად რომ სასწრაფო მიიყვანათ რა. ასაკოვან ქალბატონთან რა. იქით ადამიანი, რომელიც შობიარე გახლდათ, რავით, საჭიროებდა გადმოყვანას, სადღაც არსებობდა სხვადასხვა სადღაც და სადღაც რა, ყველგან თითქმის რაღაც იდენტური პრობლემები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამას სჭირდება მობილიზება, წინასწარ ბიუჯეტში, მათ შორის ჩვენს ქალაქშიც. გათვალისწინებულია ხარ და შეფასება არის ალბათონო თამარ მნიშვნელოვანი რა. რო უყურებ, შეგასახარ, კაი დედმამიშვილო, ჩვენთან რო ერთი დღე რო თოვს, მეორე დღე თოვს და დადო. ხო უნდა მიხვდე, რომ აქ როცა ამას სააგენტო ოფიციალური უწყება ქვეყნის წინასწარ გატყობინებს და ჩვენც მოქალაქეები შეტყობინებებს ღებულობთ, რომ მოსალოდნელია ასეთი და ასეთი რა. თადარიგი არ უნდა დაიჭირო. როგორ გაიწმინდა ქუთაისი? რა ვიცი, Facebook-ითაც დავაკვირდი თვითმმართველობის აქტივობებს და პირველ დღეებში, როდესაც დიდი თოვლი იყო, ნამდვილად არ გაწმენდილა ქუთაისი ისე როგორც საჭიროებდა გზები გაწმენდა. არა, როგორც საჭიროა კი არა, აი მაგალითად 100-იანის ქუჩი მოყოლებული ახლა რამდენიმე მაგალითი შემილია გითხრათ, როცა იგი დასუფთავების სერვისი ახსენეთ, ხო, დასუფთავების ყოველსერ. აი უამრავჯერ წავაწყდი ვითარებას, როცა დასუფთავების მანქანა და თანმხლები ამ მანქანის სპეციალური ტექნიკის ადამიანების სპეცსერვისები, მე მგონი ასე ქვია, მისი თანამშრომლები უბრალოდ ვერ ახერხებდნენ ურნა გამოეტანათ შესაბამისი ადგილიდან, რომ მანქანამდე მივედოთ და ხელით ცლიდნენ და მადლობა ამ ადამიანებს ამისთვის, ჩემო ობიექტურობისთვის თქვათ. მაგრამ გზები იყო პრაქტიკულად რა ვიცი, გამოიყვანეს ტექნიკა შეგვიძლია რომ ჩამოვთვალოთ რა ერთი კამაზის. კი ბატონო, ძნელად მოიძებნებოდა წელს ქუთაისში და იმერეთში და იმ სოფლებში, სადაც დიდი თოვლი იყო. ვერც დროულად და ვერც სათანადოდ. კი ბატონო. ყველა მიცით და ამან გამოიწვია უამრავი პრობლემა. ხა მეორე ხარისხოვან და შიდა გზებზე საერთოდ აღარაა საუბარი რა. მეოთხე თუ მეხუთე დღეს ვიყავი რამდენიმე ადამიანთან ერთად, მაგალითად, რა ვიცი, გორაზე ვიყავი ასული და საფიჭხით მინდა გითხრათ და რომელი ერთია ქუჩით არა, რომელიც სადაც არ შეუხედიათ. არ შეუხედიათ რა. სხვა პრობლემებზეც მინდა ბატონო ალექსანდრე, თქვენი მოსაზრებები მოვისმინო. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ წუთას აწუხებთ ქუთაისელებს, იმიტომ რომ ეს გამოკითხვის შედეგად დავადგინეთ ჟურნალისტებმა, არის ცენტრალური ბულვარი. წლებია ცენტრალური ბულვარის ამ ისტორიული ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თუ სწორად ვამბობთ, 15 მილიონ ლარამდე იქნა დახარჯული და გამოყოფილია თანხა ამ ბაღის რეაბილიტაციისთვის. რეაბილიტაცია დასრულებული არ არის. ესე იგი, გადაიწია რამდენიმეჯერ ჩაბარების ვადამ. მე მაინტერესებს თქვენ რა შეფასებას მისცემთ, როგორც ქუთაისელი, რამდენი ხნის მანძილზე შეიძლება ქალაქის ხელმძღვანელობამ გადასწიოს ეს სამუშაოები და თუ თქვენ შიგნით შეგიხედავთ და მე დარწმუნებული ვარ, გაქვთ შიგნით რა მდგომარეობაა ნანახი, რა შეფასებები შეგიძლიათ გააკეთოთ და თქვათ. ადგილი, რომელიც 1821 წლიდან აქ არსებს ბულვარი, ერთ-ერთი თვალსაჩინო და საინტერესო ადგილი ჩვენი ქალაქი. როგორც ბრძანეთ, 22 წლიდან დაიწყო ბულვარის რეაბილიტაციის პროცესი. მოდი მაგალითად შესყიდვების გვერდზე თუ ნახავთ და რავი, ჩვენი თანამოქალაქეები, რა ვიცი, ინტერნეტით არის ძალიან ადვილად სანახავი, მაგალითად,
არის უამრავი სტატია, გამოხმაურება, რაღაც სოციალურ ქსელებით, რაღაც ონლაინ გამოცემებით, სხვადასხვა ტელევიზიების უამრავი რაღაც შეიძლება მოიძებნოს და იქ გაარკვევ მაგალითად კოდს სპეციალურს ნახავ და შეიძლება შესყიდების გვერდზე და რას ნახულობ, როცა აქ შედიხარ. ჩემო თანაკალეგელებმა რო იცოდნენ მაგალითად აი რა ნახეთ? არ დაინტერესებდა. 27 დეკემბერს 2022 წლის კომპანია, რომელიც გამარჯვებული არის ამ ბულვარს აკეთებს, ჩემო ვადო, დიზაინ ბილდის კონცეფციით მიიღო ავანსის სახით 7.400.000 ლარზე მეტი თანხა 27 დეკემბერს 2022 წლის. ნაწილობრივ თქვენ უკვე ბრძანეთ და შეეხეთ ამ საკითხებს. თქვით რომ რამდენჯერმე გადავადდა მისი დასრულება და აი ამ წუთში მაგალითად ველოდებით რომ 1 მაისისათვის ჩვენი ბულვარი დასრულდება, მაგრამ სამწუხაროდ პერი არ უჩანს 1 მაისს. გამორიცხულია რომ ეს ასე მოხდეს რა. მარტი არის, აი 2 თვე აღარ დარჩა ეს ასე ვთქვათ, ეს საქმე დასასრულებელია მოცემული ეტაპისათვის, ნუ ავანსით დაწყებული. 2022 წლის დეკემბერში რომ მიიღენ, ასე ვთქვათ, შემსრულებლებმა რაღაც გარკვეული თანხა კიდე და 8.600.000 ცდება თანხა, რომელიც უკვე კომპანიას მიღებული აქვს. 14.850.000 უნდა დაჯდეს ის საქმე და მიზეზები არელევათ მაგალითად დიზაინ ბილდი ვახსენეთ. ეხლა და რას გულისხმობს ეს არა? ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანია თავადვე საპროექტოთი, ასე ვთქვათ, მისი ვალდებულება ესა საპროექტო თვითონ გააკეთოს და შემდეგ შემსრულებელიც ეს გახლა. ის ერთი და იგივე კომპანია არის. რატო კეთდება ესას? გაუადვილდეს შემსრულებელს, ანუ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ იყოს დაგეგმვაც და შესრულებაც. როგორ ჩანს კი არა, ხშირ შემთხვევაში, 90% შემთხვევაში, გარდა ცენტრალური ბულვარისა უამრავი საქმე არის. დაგეგმვის ნაწილშიდაც და შესრულების ნაწილშიდაც არსებობს პრობლემები, თვალსაჩინო, მათ შორის პრობლემები, რომელსაც კორუფციის სუნი ადის. აი მწვანე საფარზე რა სიტყვით ბატონო ალექსანდრე, რამდენიმეჯერ მეც მომიწია შემორაგულ სივრცეში ჩახედვა და მომეჩვენა 25 ხე მოიჭრა. ხო, რაღაც თითქოს შეთხელებულია. 25 მრავალწლოვანი. ნუ ახლა იქ მთელი ამბები დატრიალდა ამ ხნის განმავლობაში რა. ახლა კაფეს დანგრევის ამბავი, გახსოვთ მე და თქვენი ბავშვობის დროინდელი კაფე არის. ნუ ახლა მე როგორ მოხდა იქ, როგორ ესეთ მოსაკუთრე გამოუჩნდა ამ დეტალებში არ შევალ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, მაგალითად, აღსრულების პოლიციას მაშინ 23 წლის დეკემბერში ეს კაფე ასე არ უნდა დაენგრია, იმიტომ რომ სასამართლოს ნებართვა ამ ეტაპზე ამისი არ ქონდა. ნუ ახლა იქ უამრავი სამართლებრივი დარღვევებით და მათ შორის მწვანე საფართან დაკავშირებული პრობლემებით. ორი საკითხი შეიძლება შევეხოთ აქ. პირველი მრავალწლოვანი ნარგავების განადგურებას 25 ხი არის, ეს ცნობილი არის. ნუ ახლა კიდე რა გააფუჭენ ამის მონიტორინგი, ახლა რა ვიცი, ყოველდღიური შეუძლებელი არის რა, ამასაც რო ძალისხმევა, შემოღობენ და პრაქტიკულად ვერ უყურებთ ჩვენ, ასე რომ ვთქვათ, რა გააკეთეს და როგორც გითხარით 8.600.000-ზე მეტი თანხა უკვე გახარჯულია, კომპანიას აღებული აქვს. ნუ ახლა დარჩენილია რაღაც ნაწილი და ამ დარჩენილზე მაგალითად ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. რო აქ შემოიტანენ მრავალწლოვან ნარგავებს, აი ხო უყურებთ ბოლო წლები არის ქვეყანაში, ჩემო ბატონო, ზოგი აფრიკიდან და საიდან არ ჩამოაქვთ ასეთი რაღაც, ბატონ ივანიშვილს აქვს ასეთი, ასე რომ ვთქვათ, ხო, რაღაც, არ ვიცი, ამას გართობა ქვია, ახირება ქვია თუ რა ქვია, არ ვიცი, ყველა სხვადასხვანაირად აფასებს ამ ამბავს, ხო და რაღაც მსგავსი, ასე რომ ვთქვათ, მინი დონეზე უნდათ რაღაცა ქუთაისში გააკეთოს და ნუ ახლა იქ იქნება ნარგავები ამავდროულად, ნუ ახლა გაცილებით სხვა ტიპის ნარგავები, მწვანე ნარგავების ხელოვნებაში, ვიცით რომ ხაივანი უნდა გაკეთდეს, იქით გვირილების, რა ვიცი და სხვადასხვა სახის, ასე რომ ვთქვათ, ამბები შეიძლება უნდა იყოს და ხარისხი. საინტერესო სანახავი იქნება დამერწმუნდეთ, როცა ძალიან საინტერესო. თუ ვეღირსეთ იმას, რომ ეს ცენტრალური ბულვარი ბოლო-ბოლო გააკეთეს რა და დაასრულეს რა. კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, ქვების დამუშავება, რომელსაც ალბათ მხოლოდ რენდერებით, ასე რომ ვთქვათ, დასკვნებს. კიდევ ერთი მიზეზი ამ დაუმთავრებლობის ამისი გახლავთ ის, რომ
ყველა ეტაპზე რამდენჯერმე უკვე კომპანია ითხოვს, რომ რაღაც გარემოებების გათვალისწინებით, გაუთვალისწინებელი გარემოებების და არ გამოილია ეს გაუთვალისწინებელი გარემოებები. ნახავთ, რომ ეს ალბათ ამ აისისთვის არ იქნება და მე როცა იქნება, ამასაც ერთად ვნახავთ რა. ისმენთ მაგას. კიდევ ერთი პირიქით ბოდიშკიხთით ჩაგეჭერით. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც თვალხილულად ხედავენ ადამიანები და მათ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და ნამდვილად ასეა ეს. მოსაპირკეთებელი ქვების დამუშავება ხდება პირდაპირ ღია ცის ქვეშ. იქ არის კოლონადებთან გაჩერება, სადაც ადამიანები ჰაერში გაფრქვეული აი ამ ქვის ნაწილაკებს სუნთქავენ. მე მაინტერესებს, ამას ალბათ უნდა აკონტროლებდეს რომელიმე ორგანო და შესაბამისი, ვთქვათ, წესებით უნდა ხდებოდეს ამის დამუშავება და რაღაც არ გვსმენია ჩვენ ჟურნალისტებს, რომ ვინმე გააპროტესტა მთავრობის მხრიდან ან გააკონტროლა ეს. რეაბილიტაცია მოდი ხდება ქალაქის ცენტრალური ესეც ვთქვათ მუზეუმი ეთნოგრაფიული. კი ბატონო, ეს ცალკე თემაა, ცალკე შევეხოთ. ნუ იქაც უყურებთ მსგავს იმას, ხო? და ნუ სხვადასხვა უყურებთ, დიახ, მსგავს პროცესს, რომელსაც თქვენ წარმოადგენდით, ახლა. უყურებთ ამ დაგვარ ამბებს, ასე რომ ვთქვათ, არაერთგან. ქუჩების რეაბილიტაციისა, შენობების რეაბილიტაციისას და ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა ხდებოდეს, ან შენობების დემონტაჟისას ხდება კიდევ მსგავსი, მე პირადად მაგალითად ერთ-ერთ ასეთ სურათ შევესწარი, ასე რომ ვთქვათ, რამაც ახლო ყოფი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და სამართლიანად. დიახ, სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია და აქ არის წესები და სტანდარტები, რომელსაც ისინი უნდა იცავდნენ რა და ამას არაკეთებდნენ. არაკეთებენ. მოდი რა არის, იცით? შენობების დემონტაჟისას სანამ შენობის დემონტაჟი დაიწყება, მაგალითად აქ არის უამრავი წესები, რომელსაც ექსპერტები წინასწარ და სპეციალისტები, საქმისწოდნე ადამიანები წინასწარ ჩამოაყალიბებენ დაწერ, მაგათი შენობის შემთხვევაში ამას ქვია დემონტაჟის პროექტი რა. კი ბატონო. პროექტი ეს არქიტექტორების სამუშაოა, საიდან რა უნდა დაიწყოს, რაღაც გარკვეული შენობების თანმიმდევრობა, რომელი პირველად დაინგრეს, როგორ დაიშალოს ესა. ნუ ახლა მაპატიეთ და ამ პროცესებს რო აკვირდები, ესე რომ ვთქვათ რა, ქართული ოცნების სტანდარტს აქ არიან მიმდგარი ამ ამბავს თვითონ როგორაც გაუხარდებათ რა. ირღვევა უსაფრთხოების წესები, ზარალდება და ზიანდება გარემო, რომელსაც ისინი ეხებიან, სადაც ისინი არიან წარმოდგენილი. ზოგ შემთხვევაში არც თუ იშვიათად გვაქვს ადამიანური სამწუხაროდ, ადამიანური მსხვერპლი, ასეთი სამუშაოების და საერთოდ რა ვიცი, როცა ქართულ ოცნებაზე საუბრობთ, ქალბატონო თამარ რა სტანდარტებზია რა, ამიტომაც რა ეკოლოგიურ სტანდარტებზია და რა ადამიანების და რა გარემოს პატივისცემაზეა საუბარი. კიდევ ერთი პრობლემა, ბატონო ალექსანდრე, რომელსაც თქვენ დაიწყეთ, რომელზეც საუბარი. ცენტრალურ მოედანზე წლებია ვუყურებთ ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის ჯერ დანგრევას, გითხრეს, რომ ფასადი შენარჩუნდებოდა. მე აღმოჩნდა, რომ ისეთ მდგომარეობაში იყო და არ ვიცით სიმართლე, ნუ მოკლედ ის ფასადიც დაინგრა და აშენდა. აქაც ჩაბარების ვადები არის დარღვეული და საერთოდ სიმართლეს 23 წლის თებერვალში უნდა დამთავრებულიყო. ის ნუ ახლა ვიცით, გვახსოვს ყველას, ჩვენი ბავშვობისას მაგალითად და მე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აქ გახლდათ ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოდგენილი, იქ ყოფილვართ. თავდაპირველად გითხრენ, რომ ზუსტად რო ვთქვათ, ობიექტური მე ყოველ შემთხვევაში ასე ვიცი, რაც სამი კედლის შენარჩუნებას აპირებთ რა. ეს სამი კედელი ჩამოვიდა მე ერთ კედელზე, ნუ ახლა წეგან დაგიგვიმის და შესწავლის ნაწილზე ვსაუბრობდით რა. როცა ამას აკეთებ ერთხელ და ვერ აკეთებ სათანადოდ, მეორეჯერ აკეთებ, კიდევ ვერ აკეთებ სათანადოდ, მესამეჯერ აკეთებ, კიდევ ვერ აკეთებ და მე იწყება პროცესი. მე ნახეთ რაც ვნახეთ რა. მე გითხრენ ქალაქის მუნიციპალიტეტმა გაავრცელა განცხადება და გითხრენ რომ მოხდებოდა ამის სკანირება და ძალიან იდენტურ რა, პრაქტიკულად იდენტურ შენობას წარმოადგენდნენ ისინი. და ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო 23 წლის თებერვალში. 2025 წლის მარტი. დიახ, 2025 წლის თებერვალმა უკვე ჩაიარა 2 წელიწადი და 1 თვეა
მას შემდეგ გასული და ყველა უყურებთ, რომ შენობა დასრულებული არ არის. ამის გარდა ბევრი რამ არის კიდე ქალაქში, რა ვიცი, ყველაფერს მოვასწრებთ. რავი, კოსტავას ქუჩით, რავი, როძევიჩი, საკალათბურთო სკოლა, მიხსენებია თქვენთან ეთერში, არ მახსოვს თქვენთან თუ რიონზე. რავი, უამრავი რამე, სკოლები არის რა, მთელი იმერეთის მასშტაბით, რა ვიცი, ქუთაისში სკოლა, რომელშიც მე ვმუშაობ. რომელიც ამ ზაფხულზე წესით და რიგით უნდა სრულდებოდეს მისი აშენება, მაგრამ ჯერ კიდევ დაწყებული არ არის. გარდა ქუთაისისა, აი ამ ტენდერით, მაგალითად, სადაც ჩვენი სკოლა წარმოდგენილი კომპანია, ესე Java მას აქვს მოგებული, 28 მილიონზე მეტი ლარი უნდა მიიღოს. მეოთხე სკოლაზეა საუბარი. მეოთხე სკოლაზე არის საუბარი. მეოთხე სკოლაზეა საუბარი. მეოთხე სკოლის გარდა იმერეთში კიდევ ცალკე 7 სკოლა არის. მე მაქვს ახლა ფურცლები თავარ თქვენთან მოსული და ეს ამდენი ფურცელი, ეს არის ყველა პრობლემები. დანახარჯებით, რომელიც გაწია ქართულმა ოცნებამ, დანახარჯებით ქართულმა ოცნებამ და რომელიც პრაქტიკულად დაკარგული არის რა. შედეგი არ მაგალითად რიონის პირა სახლებს. აი ეს თემა მინდოდა წამომეწმე გასწოთ ალბათ ყველა საქართველოს დაპირება რეაბილიტაციის თაობას. მაგალითად ბულვარი 2018 წელს დაპირდა ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ქუთაის რო ეს ამბავი მოწესრიგდებოდა რა. ახლა ვიცით, იქედან მოყოლებული რა ვითარება გვაქვს, ამ საკითხს უკვე შევეხეთ. რიონის პირა სახლები ერთ-ერთი დაპირება, მათ შორის სამხატვრო, იქეთ კიდე სამხატვრო გალერეა. ეს ამბავი გაჩერებული აქვს. მარტივად რო უთხრა ამათ და გასაგებად, რიონის პირა სახლებზე არის აი მაგალითად 18 წელს დაიწყო ეს ამბავი და მაგალითად 23 წლის ივნისში 4 წლიანი დავის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ახლა კარკასის სასარგებლოდ მუნიციპალური განვითარების ფონდს ჩემო ბატონო ამბობს წამომწყებს 399,999 ლარი და რაღაც 380,000 ლარი დააკისრა საბანკო გარანტიების გამოთხოვების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოთხოვა 54,543 ლარი სახელმწიფო ბაჟი 5,000 ლარი, ასეულობით 1000 ლარი გადაყრილია და უყურებთ, რომ იქით სურათი და ვითარება არის უცვლელი რა. ქართული ოცნების ზღვარდაუდებელი მომხვეჭელობა ძალიან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენ ქვეყანას. ზღვარდაუდებელი მომხვეჭელობა და კორუფცია. რაც გაბატონებული არის, ანტიკორუფციული ბიურო რო არსებობს, ხო ვიცით ყველა. ვინმე სახ შეუძლია ჩვენ თანამოქალაქეს კი, რავი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს და ჩვენ თანაქალაქეს, ვინმე შეუძლია მითხრას, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ რაიმე კორუფციული გამოავლინა, რაც შექმნილი არის, პრემიერ-მინისტრის დაუქვემდებარეს. ეს სურათი გვაქვს ქვეყანაში და ეს სურათი გვაქვს საკუთარ ჩვენს ქალაქში რა. თამარ მეფის ქუჩაზე ისტორიული შენობის ფოსტის თაობაზე მინდა გკითხოთ. ხომ არ ხართ საქმის კურსში, აი რა დასკვნები დაიდო, ხანძარი რატო გაჩნდა, რას უპირებენ ამ შენობას? თუ არ ვშთები ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელშიც აქტიურად განიხილავდნენ, რას უპირებენ ამ შენობას? აპრილში, ისტორიული შენობა, კულტურული მემკვიდრეობა. კი ბატონო. ეს აუცილებლად ხაზგასმით აღნიშნოთ, კულტურული მემკვიდრეობა. დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლის უმრავლესობა იცის რას ნიშნავს ეს. ახლა აქვე გვაქვს ქალაქთან სოფლიო კულტურული მემკვიდრეობა გელათის სახით. კი ბატონო. იქ რა ვითარება გვაქვს ყველამ ვიცით. ერთი შეხედვით ვიცით და თანამამდროულად არც ვიცით რა. ვიცით ყოველთვის რომ დაზიანდა და აკეთებენ და ახლა ინფორმირებული ვართ რომ იქ ისე ვერ იქნება რაც იყო აქამდე რა. და რაღაც ნაწილის გადარჩენა ფრესკით უნიკალური. ამ რატო არის სოფლიო კულტურული მემკვიდრეობა? რაც მატერიალური კულტურის ძეგლი არის ასეთი დიდი პატივისცემით რა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასთან სვანეთი შესანიშნავი მცხეთა თავისი მონუმენტებით როგორაც არის ეს ამ ნუსხაში შესული გვახსოვს რომ ბაგრატის ტაძარი იყო ამ ნუსხაში თუმცა ამოიღენ და გვაქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა და აი ასეთი გახლდათ თამარ მეფეზე უნივერსიტეტთან ახლოს ახლა ტრიგონოვას ასე რომ ვთქვათ ახლა ალბათონის რომელიც ორგვარს ატარებდა სინემილეში ახლა აი ამას არ აქვს მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანი შენობა რომელიც რაღაც გარკვეული სახეცვლილებები განიცადა გარკვეული ახლა საქართველოს ფოსტის საკუთრება გახლდათ
ერთი წელიწადია გახდება აპრილში. თუ არ ვცდები, აპრილში გახდება. სადაც 4 თუ 5 დღის ინტერვალში ერთი წლის წინ ორი ხანძარი გაჩნდა. გვახსოვს ყველას იქ როგორი პატარა ფილიალი იყო საქართველოს პოსტის ამ შენობის რაღაც დასავლეთ ნაწილში რაღაც ცირედით და გაჩნდა ხანძარი. პოლიციამ დაიწყო გამოძიება, დღემდე არ ვიცით რა მოხდა. ერთი ჩააქრეს და რა მოხდა, იცით? უნდა ვივარაუდოთ. იმიტომ რომ ეს მეთოდოლოგია გამოიყენება სამწუხაროდ კულტურულ მემკვიდრეობასთან თან მიმართებაში ჩვენს ქალაქში და ამას აქვს რაღაც გარკვეული ტრადიცია ქალაქში. როცა ასეთი შენობები იწვება ძალიან საეჭვო ვითარებაში, მე მიაგდებენ, აყურებინებენ ქალაქს, რომ ნუ აი როგორ მდგომარეობაში აქეთ-იქით და მე შეწუხებულები, თითქოს და შეშფოთებულები ამას გაყიდიან და მაპატიეთ ხელისუფლებასთან ახლოს ყოფი ვიღაც ბიზნეს ჯგუფი ან რაღაცა ქუთაისურად რო უთხრა, ამა დაიტრებს ვერი ამას, ჩემო ბატონო. ხო და ასე მთავრდება ეგამდები რა. ვინმე მორიგი корпуსი იქნება. ხო, მორიგი რაღაც იქნება იქა, რაღაც რომ კომერციული დატვირთვით, ხო. ნუ ამაში არიან მარჯვეთ ქართული ოცნების წარმომადგენელი ადგილობრივ დონეზედაც და რა ვიცი. ბატონო ალექსანდრე, ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს შევეხეთ და კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლება თუ მოვისმენდით თქვენ აზრს ამ საკითხზე, ალბათ ძალიან საინტერესო იქნება. ტრანსპორტის მუშაობას მინდა შევეხო ქუთაისში. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, უпростоრად 90% თვლის, რომ ქუთაისში ტრანსპორტის მუშაობა, განსაკუთრებით საღამოს საათებში, არის მოუწესრიგებელი და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს. მე არ ვიცი თქვენ გინახავთ თუ არა ტაბლოები, რომელსაც აწერია, რომ თქვათ 20 ნომერი ავტობუსი მოვა დაახლოებით 42 წუთში. საღამოს საათებში ვთქვათ 9 საათის შემდეგ ძალიან ხშირია 42 წუთში მოვა ტრანსპორტი. ამ 42 წუთის მანძილზე შეიძლება ბოლოს აი სადღაც 40 წუთი რომ გავა დაეწეროს და საერთოდ გაუქმდეს. ასევე ძალიან ხშირია 47 წუთში მოვა ვთქვათ 10 ნომერი. როგორ შეგიძლიათ თქვენ შეაფასოთ ეს მდგომარეობა და თქვენი გადასახედიდან რამდენად აწუხებს ეს ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობას ეს საკითხი? ჩანს სადმე რომ ეს პრობლემა აწუხებთ ჩვენი ქალაქის თუნდაც ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელებს? და რა გახდა ქალაქში საღამოს საათებში ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემის მოხსნა და მოგვარება? ტრანსპორტის თორსი ჩემი ყოფილი მოსწავლე გახლდათ. დიახ. ტრანსპორტ სამსახურის უფროსი. პროცესში თუმცა მასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ მქონია. ტრანსპორტ სამსახურში ერთი წელიწადი ვიმუშავე. და რაღაც ამბები ტრანსპორტის შესახებ გამეგება. ამას რო თავი დავანებოთ, ჩემი ოჯახის წევრები გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუ მე არ მაქვს შესაძლებლობა რომ მათ მივაკითხო. მაგალითად, თქვენი ეთერიდან როცა წავალ, ახლა ჩემ შვილს უნდა მივაკითხო, რომელიც დაამთავრებს მუშაობას 10 საათს. დღეს მისი ესე რომ ვთქვათ სამუშაო რეჟიმი ასეთი არის რა. 10 საათს. კი ბატონო და არანაირი ტრანსპორტი 10 საათზე გაჩერებაზე არ მიაკითხავს. დიახ, ის 10 საათზე სახლში ვერ მო, ან მე უნდა მივაკითხო, ან ფეხით უნდა წამოვიდეს. ან ფეხით უნდა წამოვიდეს, ან ტაქსით უნდა წამოვიდეს რა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დროს არ არის რა. მოდი კიდე ერთი რა. ყოველდღე აქციაზე ვართ. მე და რაც მეგობრები, რავი ჩემი თანა ქალაქელები, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. აღარ წავალ ამ, რა ვიცი, ვიცით რა მოთხოვნებიც გვაქვს. ხელახალი და ნორმალური წესებით ჩატარებული არჩევნები და იმ ადამიანების გათავისუფლება პოლიტპატიმრების თუ უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლება ეს მოთხოვნა აქციისას იქ ხშირად განიხილება მაგალითად ტრანსპორტის ადამიანები მიდიან ადრე აქციიდან გარკვეული ნაწილი იმ მიზეზით რომ შემდეგ უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იქნება და არ აქვს შესაძლებლობა იმის რომ ყოველდღე ახლა რაღაც ტაქსით და არ აქვთ საკუთარი ავტომობილი
9 საათზე ქალაქში ტრანსპორტი საზოგადოებრივი არ უნდა იყოს. და დამავიწყდა მე თქვა, დასვენების დღეებში აი მოდი 9-ზე ბოლო 10 საათზე, ხო, 10 საათზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში არ უნდა მუშაობდეს. და როგორ გადაიჭრებოდა ესა? შეიძლება ის რაოდენობა არ იყოს. მაგალითად, გვიან რაც არის პიკის საათებში. კი ბატონო. წარმოდგენილი, მაგრამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ გონივრულ ვადაში ისინი მოახერხებენ სახლამდე მისვლას. ახლა აქ რა ვიცი, აქ ეს არის მაბატია ჩემი ემოციის გამო, მაგრამ ისეთი მარტივი ამბების შესახებ გვიწევს საუბარი და ზოგ შემთხვევაში მტკიცება იმისი, რაც რა ვიცი, რაც ელემენტარული უნდა იყოს რა. ბატონო ალექსანდრე, ძალიან ხშირად მოგვისმენია ხელმძღვანელობიდან. ვერ მუშაობს ტრანსპორტი ქალაქში. განმარტება იმის თაობაზე, რომ რაოდენობა არ არის საკმარისი. თუ დღის მანძილზე ამ ავტობუსების რაოდენობა მეტნაკლებად არის საკმარისი, საღამოს რატო აღარ არის საკმარისი? და ცოტა გრძელი და შორი მანძილები და მარშრუტები რაც არის, ქალაქის განაპირა უბნებზე მაქვს საუბარი. ხო, იმედია ის მაინც აქვს წაკითხული რა წერია ამ ავტობუსებს, სად იყო ეს ავტობუსი. მოდი აქედან დავიწყოთ. სად იყო ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც აგერ ქართული ოცნების დროს საზოგადოებრივი კონკრეტულ სვლაგეზებზე, ესე რომ ვთქვათ, კონკრეტულ ნომრებზე იქნა სხვაგვარად რო ვთქვათ, შემოყვანილი. კითხულობთ იქა, რომ ეს არის დახმარება. ეს არის დახმარება, მიცემ ფული ბიჭებს და შემდეგ ამ ასე რომ ვთქვათ, მარკადა სოფლიო განვითარების ფონდია თუ არ ვწდები, ხო? თავად, რა ვიცი, ევროკავშირიდან, საიდან არა გვაქვს რა, ფონდები. სოფლიო განვითარების ფონდი. მოდი, ვისარგებლებ, აი მაგალითად ციფრებთან დაკავშირებით, რადგან ამ ძალიან აქტუალურ საკითხს შევეხეთ. აი მაგალითად 2012 წლიდან საფრანგეთი საქართველოს 945 მილიონი ევროთი დაეხმარა. მარტო საფრანგეთი. 945 ევროთი. და რაც მინდა, საქამდე მინდა რომ მივიდეთ. აქედან 724 მილიონი ეს გახდათ საბიუჯეტო დაფინანსება. ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მიიღეს ეს დახმარება. 185 მილიონი ევრო მიიღო კერძო სექტორმა და 35 მილიონი ქვეყანამ მიიღო გრანტების საჩუქრის სახით. ევროკავშირმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 517 მილიონი ევრო მოგცა, ასე რომ ვთქვათ, რომელთა დიდი ნაწილი მიიღო სამინისტროებმა და სამთავრობო ინსტიტუტებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, მედია, არაერთმა ორგანიზაციამ, რომელიც ეკოლოგიის თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემებით არის დაკავებული, მიიღო ამ თანხიდან მხოლოდ 46.1 მილიონი ევრო. დანარჩენი მიიღო ესა, ასე რომ ვთქვათ, აი თქვენ უყურებთ ხო როგორი ასე რომ ვთქვათ, პროპაგანდით და სიცრუის ტირაჟირებით არიან დაკავებული ბოლო წლები არის. იმ წიაღის და იმ სივრცის შესახებ, რომელმაც ჩვენ დამოუკიდებლობის დაწყებისთანავე როგორი მხარდაჭერა, ხა, დაწყებული იქიდან და არაღიარების პოლიტიკით და რა ვიცი, ფინანსური მხარდაჭერით და მათ შორის წესით და რიგით მე და თქვენ იმას აქში ვარ, ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს 90-იან წლებში რა ვითარება იყო ქვეყანაში. ასეთი უმადურობით მიყვებიან. მერე ამ თანხებს თვითონ განკარგავენ და ხელს სხვაგან იშვერენ სადღაც. და თან თურმე მე და ჩემმა თანაქალაქელებმა მათ ხვერწნა მუდარა უნდა დაუწყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ტრანსპორტმა თუ სხვა სიკეთეებმა ჩვენამდე მოაღწიოს. თან ესეც ამათ, კი ბატონო, ესე იგი უცხოურით იქნება თუ ადგილობრივით, კიდე რა ვიცი, ახლა გადასახადს გადამხდელი არის ის ფული, რაც ბიუჯეტში შედის. ჩემი თქვენი და ნებისმიერი გადამხდელის თანხა არის, აქ რაც არის წარმოდგენილი და კეთილი ინებონ და ეს თანხა რო აქვს, ჩემო ბატონო, თოვლისგანაც გამიწმინდონ. გზა, ნორმალური სამედიცინო სერვისიც უნდა მქონდეს. ნორმალური განათლებისა და სახანძრომაც და სამაშველომაც და აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციამ
ქვეყანაში მათ შორის რა თქმა უნდა სასამართლომ და ყველა შტომ ხელისუფლების ნორმალურად უნდა იმუშაოს. ადამიანებისთვის და ხალხისთვის არის. ისინი უნდა ემსახურონ საკუთარ მოსახლეობას რა. ეს უნდა კონდეთ და არ უნდა დაკავდნენ იმით, რითიც არიან ბოლო მთელი ეს ხანია დაკავებული რა. ალბათ რა ვიცი, წეგანს ზღვარდაუდებელი მომხვეჭელობა ვახსენე და რა ვიცი, ამათ მადას და იმას რა მორჩება უკვე კაცმა აღარ იცის რა. არც თურმე ამათ, არც ტრანსპორტის მუშაობა არ უნდათ, არც სპეციალური ტექნიკა არ უნდათ, რო ყავდეთ და რა ვიცი, კიდე რამდენი რამე არ უნდათ რა, დემოკრატია არ უნდათ და თავისუფლება არ უნდათ. სამაგეროთ ეს ყველაფერი ჭირდება ხალხს და ადამიანებს ნორმალური გადაადგილებისთვის და ნორმალური და კომფორტული ცხოვრებისთვის. ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის თქვენი საინტერესო დასკვნებისთვის, თქვენი ემოციური საუბრისთვის, გულიანი საუბრისთვის. ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლდათ ძლიერი საქართველოს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე მიქაუტაძე.